მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, უკვე ტრადიციის ამებრ ყოველ ოთხშაბათს 5 საათზე რადიო უცნობის ეთერშია გადაცემა მე და გარემო და ჩვენ გადაცემის წამყვანები ანა ცხადაძე, გიორგი გულიაშვილი საუბრობთ ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ჩვენ ბუნებრივ გარემოს და ასე ვთქვათ, მის დაცვას და ასე შემდეგ უკავშირდება. გადაცემას წარმოგიდგენთ სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია ვეისტლესი. გიორგი, მივესალმები ჩვენს მსმენელს, ჩვენს სტუმარს, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ნამდვილად დღესაც როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო თემაა. თემა გვაქვს არჩეული, ეს არის განახლებადი ენერგიები და ზოგადად გვინდა რომ ჩვენი სტუმარი არის ეპიცენტრში ამ ამბების და გვინდა გავიგოთ რა ხდება ჩვენთან საქართველოში და როგორც ვიცით, სულ ახლახანს გაეროს სამიტი გაიმართა აზერბაიჯანში და ესწრებოდით ხო ამ სამიტს და ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი საუბარი დღეს. აბსოლუტურად წარვადგენ ჩვენ სტუმარს. შევარჩიეთ პიროვნება, როგორც გიორგი აღნიშნა, რომელიც ფლობს ოდნავს და მაღალ კომპეტენციას აღნიშნულ თემაზე, რაც შეეხება ენერგიებს. ჩვენი სტუმარია საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, იგივე გრედას აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონი მაია მელიქიძე. გამარჯობა ქალბატონ მაია. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც გრედას ფარგლებში და არა მხოლოდ გრედას ფარგლებში მუშაობთ. ჩვენ წევრებს შორის არიან ისეთი წარმომადგენლები, რომლებიც შეიძლება ითქვას არ არიან პროფილურები წარმოების მიმართულებით, მაგრამ ძალიან დიდ როლს თამაშობენ გარემოს დაცვით მიმართულებით. აი ზუსტად ამ საკითხზე მინდა პირველი კითხვა დაგისვათ ასოციაციის მისიაზე. ანუ რა საქმიანობს გრედა? ვინ ყავს წევრები და ზოგადად რა მისიით დაფუძნდა და დღემდე როგორ მოვიდა? საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის მთავარი ამოსავალი წერტილი არის მაქსიმალური ხელშეწყობა განახლებადი ენერგოწყაროების თვალსაზრისით და ამ მისის შემდეგ უკვე იმპლემენტაცია ბუნებრივია როგორც გარემოს დაცვითი საკითხების დაცვით, ამასთანავე ბიზნესში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ასოციაციის წევრები არიან როგორც ჰიდროგენერაციის ობიექტები, ასევე მზის ასოციაცია, მზის ენერგიის ასოციაცია და ქარის ენერგიის ასოციაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ის ბოლო პროექტები, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. მე პირდაპირ ვიტყვი, რომ შემდეგი 2 წლის განმავლობაში ჩვენ ველოდებით მზის ენერგიის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობას, ვინაიდან მეორე CFD აუქციონის თანახმად იმდენად სახარბიელო ფასი დაჯდა, რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ჩვენ გვექნება ბევრი მზის ენერგიის წარმოებელი პოტენციალი მზის ენერგიის მიმართულებით გვაქვს საკმაოდ მაღალი. კი, კონკრეტულადაც შეგვიძლია დავასახელოთ 263-დან 267 დღემდე ჩვენი ქვეყანა არის მზიანი, ანუ წლის ჭრილში რომ შევხედოთ. და ამასთანავე უნდა აღვნიშნო, რომ ახლა უკვე ესეთი მზის პანელები არის, რომელსაც მზეც და რადიაციაც აღარ ჭირდება. უკვე სინათლეზეც კი შეიძლება რომ აგენერიროს ელექტროენერგია და ნორვეგიამ, დანიამ ანუ ეს ტექნოლოგიური განვითარებაც ხელს უწყობს ამას, ხო? ბუნებრივია. იყო რა პერიოდი, რომ საკმაოდ ძვირიჯდებოდა ეს და ტექნოლოგიებიც არ იყო ესეთ დახვეწილი, რომ თქვათ ეს ენერგიის გარდაქმნა ესე ეფექტურად მოეხდინა, მაგრამ დღეს უკვე ეს ტექნოლოგიებიც დაიხვეწა, რომ ნამდვილად ღირს ამაში ინვესტირება, ხო? ცალსახად ვადასტურებ ამას, ბატონ გიორგი, რომ ეს არის აუცილებელი და ქალბატონ ანასაც გამოვეხმაურები, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება პოტენციალის ჭრილში თუ ტექნოლოგიების ჭრილში უბრალოდ არ შეიძლება, იმიტომ რომ აი მაგალითად მწარმოებლებმა უკვე იმდენად განავითარეს თავიანთი ტექნოლოგიები და იმდენად მაღალია კონკურენცია უკვე ამ სფეროში, რომ რა თქმა უნდა კონკურენცია მერე ფასზე სერიოზულად მოქმედებს და შეიძლება ითქვას, რომ ის ინვესტირებული თანხა 2021 წელს ჩვენ ვამბობდით, რომ ინვესტიციას რომ ჩადებ 7-8 წელიწადში ამოიღებ, ახლა უკვე ინვესტირებული თანხის ამოღება შესაძლებელია 3-დან 5 წლამდე, მაშინ, როდესაც ექსპლუატაცია 25 წლის განმავლობაში შეგიძლია, ხო? ამიტომ ეს აუცილებელი არის ამისა. შესაბამისად, ინვესტორების ინტერესიც უნდა გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ანუ თქვენ როგორც ვიცით, თქვენი ასოციაცია გრედა ზრუნავს ასევე
ინვესტიციების მოზიდვაზე ქვეყანაში. ამ მიმართულებით ეხმარება როგორც ბიზნესს, ისევე და როგორც დამწყებს, ისევე არსებულ ბიზნესს და თქვათ აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს პოტენციური ინვესტორებისთან დაკავშირებით. ასეა ნამდვილად ახალი ინვესტორი რო შემოდის საქართველოში, ცალსახად უნდა აღვნიშნო და კადნიერებაში არ ჩამომართვათ, რომ მოდის გრედასთან, იმიტომ რომ ჭირდება გარკვეული ინფორმაცია. ბუნებრივია, ყველა ინვესტორს უნდა ერთი ფანჯრის პრინციპი და ეს არის სავსებით ნორმალური, იმიტომ რომ გრედას ერთ-ერთი ფუნქცია გახლავთ ის, რომ ბიუროკრატია მაქსიმალურად შევამციროთ, იმიტომ რომ დრო არის, დრო ფულია ბიზნესისთვის. ამიტომ მოდიან ხოლმე ჩვენთან და ჩვენ გარკვეულ კონსულტაციას ვუწევთ. მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჰიდროს მიმართულებით საქართველოს ძალიან იღბლიანი ქვეყანაა, 26,000 მდინარე გვაქვს. უბრალოდ აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, როგორც თქვენ გარემოს მიმართულები ძალიან აქტიურად მომუშავენი, უნდა აღვნიშნო, რომ 300-მდე მდინარის გამოყენება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ჰიდროგენერაციის თვალსაზრისით. ეს მდინარეებს შეეხება, ხო? ეს დიახ, ჩამოდინებაზე მომუშავე მდინარეებს, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ეს მდინარეები გამოვიყენოთ ისე, რომ გარემოს სერიოზული ზიანი არ მივაყენოთ, მაგრამ აქ არსებობს სტანდარტები იგივე გეზეშეს თვალსაზრისით და უნდა დავიცვათ ეს სტანდარტები და ამას ძალიან მკაცრად აკონტროლებენ. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჰიდროს თვალსაზრისით გარკვეულწილად არსებობს ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან შეიძლება ითქვას პროტესტი, მაგრამ ამაზეც არსებობს აპასუხო ჩვენი მხრიდან გრედას ინიცირებული აქვს ძალიან კარგი კანონპროექტი, თქვენ ერთ-ერთ ქვეყნად ნორვეგიაც ახსენეთ. ზუსტადაც ჩვენ გავეცანით ისეთი განვითარებული ქვეყნების პრაქტიკას, რომელსაც გავლილი აქვს უკვე ეს გზა და ზუსტად ნორვეგიის მაგალითი ავიღეთ, იქ მიღებული იქნა ისეთი კანონპროექტი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას მათი მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელებისთვის. აი ჩვენ რას ვამბობთ ახლა ბუნებრივია ზუსტად იდენტურად ვერ წამოვიღებდით. კომპენსაცია გარკვეული ტიპის, ხო? ოღონდაც ეს კომპენსაცია უნდა იყოს არ უნდა იყოს აი პრივილეგირებული ჯგუფი, ნაკლებად პრივილეგირებული, ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს. ეს არის კრიტიკული და მნიშვნელოვანი. ამას აპროტესტებს რეალურად ხალხი, რომ თქვათ მაიას მეტინა, ანას ნაკლები, გიორგის, ესე არ შეიძლება. უნდა იყოს თანაბრად განაწილებული ისარგებელი. ჩვენ ვამბობთ ასეთ რამეს, რომ ნებისმიერი ახალი ჰესი, რომელიც აშენდება და გადაიხდის ქონების გადასახად ცენტრალურ ბიუჯეტში, შემდეგ ის ბრუნდება მოგეხსენებათ ადგილობრივ ბიუჯეტში, მუნიციპალიტეტში და მუნიციპალიტეტმა კონკრეტული პროცენტი ამ ქონების გადასახადის მოახმაროს ზუსტად იმ მოსახლეობას, რომელსაც ჩვენ ზეგავლენის არეალს ვუწოდებთ. სადაც არის აშენებული სამართლიან სისტემაში ეს არაჩვეულებრივი ფორმატია. ანუ როგორც წესი, თქვათ, ნებისმიერ პარალელი რო გავაკეთოთ სხვა ბიზნესებთან, ხო? ანუ თქვათ არა ჰიდრო ელექტროსადგურებთან, არამედ ნებისმიერ სხვა ბიზნესთან, როდესაც მიდის საუბარი კომპენსაციასთან დაკავშირებით, ძირითადად ბიზნესი პირდაპირ ასე ვთქვათ კონტაქტობს მოსახლეობასთან, მოქალაქეებთან. ხო, ანუ ეს სისტემა ძალიან სწორია, იმიტომ რომ იქ ქმნის იმის ასე ვთქვათ ვალდებულებას, რომ ეს იყოს თანაბარი კომპენსაცია და ვთქვათ ვინ მეტად გააფშიკინოს ფეხებს უნაკლებად იმის მიხედვით არ იყოს გადანაწილებული ეს კომპენსაცია. ზუსტად ემოციების ნაწილი არ წყვეტდეს და არამედ თქვენი თქმის არ იყოს სამართლიანობის და დაბალანსებული იყოს ეს სარგებელი, რომელსაც მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა და ზუსტად მოხმარდეს იმ სოფელს. იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელია და როდესაც ეს თანხა მოდის, ცდილობენ თქვათ რაღაცა სხვადასხვა ტიპის პროექტების განხორციელებას, რასაც პრიორიტეტად თვლის ბუნებრივია მუნიციპალიტეტი, მაგრამ ის ადამიანები ვერ გრძნობენ. და სულ მუდმივ რეჟიმში ამბობენ, რომ გავიგეთ, რომ ინვესტორი მოგებაზღებულობს, რამდენიმე ადამიანმა სერიოზული სარგებელი მიიღო, მაგრამ მე რა. ყველას იგივე არ შევა. ამიტომ ეს დაბალანსება ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვესაუბრეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ძალიან მინდა ამ ეთერით მივმართო ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს, რომ ხარი დაგვიჭირონ და საქართველოს პარლამენტმა ხარი დაგვიჭიროს და ეს კანონპროექტი იქნეს მიღებული იმისათვის, რომ ჩვენს მოსახლეობაზე ვიზრუნოთ და აი ეს ქონების გადასახადის კონკრეტული პროცენტი მივიდეს უშუალოდ იმ ადამიანებამდე, რომლებიც ზეგავლენის არეალში ცხოვრობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხშირად ასეთი პროექტები შემაფერხებელი არის სწორედ ეს სოციალური საკითხები და ვერ ვჭრით ამას, ვერ წვიტავთ, ვერ დიალოგს ვერ ვაწარმოებთ, სახელმწიფო ვერ აწარმოებს, ინვესტორი ვერ
ვერ აწარმოებს, იმიტომ რომ ხო, უშუალოდ ამ ხალხს არ აქვს სარგებელი ხოლმე ამ პროექტებიდან. გასაგებია ეს ქვეყნის სარგებელია და საერთო საქმეა, მაგრამ იქ დასახლებულ ადამიანებს ნამდვილად ჭირდებათ ეს და ძალიან კარგი ინიციატივა მივესალმებით ამას. ეხლა მე მინდა რომ დაუბრუნდეთ ამ განახლებად ენერგიებს და ამან განსაკუთრებული კიდე მნიშვნელობა შეიძინა და ინტერესი გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ეს შავ ზღვაში მიწის ქვეშა მაღალი წაბვის კაბელის პროექტი არის დაწყებული, ხო? თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია რა სტადიაზე არის ეს პროექტი, როდის დასრულდება და ამან მერე მისცა თქვა ბიძგი და ინიცირება უკვე იმ პროექტებს, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში, ხო? ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც, იმიტომ რომ აქ საუბარია, რომ ეს განახლებადი ენერგია შეიძლება მაღალ ფასად გაიყიდოს ევროკავშირის ბაზარზე, ხო? ნამდვილად. უნდა აღნიშნო ბატონ გიორგის და გაბატონო ანაის, რომ ეს არის წმინდა ქართული იდეა და წმინდა ქართული პროექტი, რომელიც დაიბადა 2016 წელს. ერთ-ერთი მეცნიერის მიერ, ქართველი მეცნიერის მიერ. რეალურად, რა თქმა უნდა, იდეა იმდენად კარგია, რომ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი მოიხიბლა, იმიტომ რომ დაინახა სერიოზული შესაძლებლობა. ეს პროექტი თავისთავში გულისხმობს შავი ზღვის ქვეშ კაბელის გატარებას და ამით საქართველო უკავშირდება რუმინეთს. ძალიან სერიოზული დაინტერესება აქვს უნგრეთს, ვინაიდან მოგეხსენებათ ევროპის ბევრი ქვეყანა დამოკიდებული არის ენერგოწყაროებზე, რომელიც იმპორტიც ხორციელდებოდა რუსეთიდან და ბუნებრივია იმ სანქციებიდან გამომდინარე მათ სერიოზული გამოწვევა შეექმნათ სიმწირესთან დაკავშირებით. ამიტომ იძულებულები გახდნენ, რომ სხვადასხვა წყაროებიდან მიიღოთ ეს და ამ დროს თქვენი თქმის არ იყოს ბატონ გიორგი, ფასი გახდა სასწაულად მაღალი, იმიტომ რომ დეფიციტი შეიქმნა და მათ დაიწყეს ძებნა-რისი გაკეთება შეიძლება. ამ დროს საქართველოს შემხედრი ნაბიჯები გადადგა და თქვა, რომ აი ზუსტად განახლებადი ენერგოწყაროებიდან ჩვენი ქვეყანა პრინციპში შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ სხვა არაფერი არ გაგვაჩნია, ჩვენ არც გაზი გვაქვს, არ გვაქვს მოკლედ ის არაგანახლებადი წყაროები, პირიქით ზუსტად კი, მეტი გვაქვს, აი მდიდრები ვართ და შეგვიძლია ვაწარმოოთ და მოვახდინოთ ექსპორტი. ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ბუნებრივია აზერბაიჯანი მოგეხსენებათ არის ის ქვეყანა, რომელიც გაზისგან აწარმოებს ელექტროენერგიას, მაგრამ ყისიერად მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეწყო განახლებადი ენერგოწყაროების ხელშეწყობა და განახლებადი ენერგია გახდა და COP29 ზუსტად ამას ემსახურება, შეძლეს ის, რომ COP29 ჩაატარეს უკვე ბაქოში და ხაზგასმით გააღნიშნეს, რომ განახლებადი ენერგოწყაროები ჩვენთვის პრიორიტეტია, ხელს უწყობენ მზის ენერგიის განვითარებას და ელოდებიან, როდის 2030 წელი დადგება, გაეშვება ეს კაბელი, იმიტომ რომ feasibility study უკვე დასრულებულია, ამ პროცესს კურირებს როგორც სამინისტრო, ასევე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, იტალიურმა კომპანიამ გააკეთა და დადებითი დასკვნა დადო, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკურად განხორციელდეს ეს პროექტი და მოზიდული იქნას შესაბამისი რაოდენობის თანხა, რათა მოხდეს ამ პროექტის რეალიზება. ასე რომ განახლებადი ენერგოწყაროებიდან ელექტროენერგიის გენერაცია დაწყებული აზერბაიჯანში და ჩვენ უნდა არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან, თორე საბოლოო ჯამში შეიძლება ჩამოვყალიბდეთ ისეთ ქვეყნად, რომელიც ტრანზიტით იქნება დაკავებული. რა თქმა უნდა, ტრანზიტი ვის ჩვენს ქვეყანაში შემოსავალს. კარგი იდეა თავისთავად დღემდე ერჩება 90-იანი წლებისთვის, როდესაც ანუ ეხლა სხვა მოთხოვნებია და რეალურად ფეხი თუ აუწყოთ, მით უმეტეს რომ ამხელა პოტენციალი აქვს ქვეყანას, როგორც ქარის, ასევე მზის მიმართულებით და წყალით მეტნაკლებად. იქვე ჰიდროს მინდა დაუბრუნდე, როგორც მახსოვს, მე არ ვიცი რამდენად სწორად მახსოვს, რამდენიმე წლის წინ იყო ძალიან ასე ვთქვათ ჰესების აღდგენის პროგრამა. არ ვიცი, უბრალოდ ვკითხულობ, თუ არის ეს პროგრამა კიდე აქტიური და ბევრი ადამიანი ჩემს გარშემო, რადგან მეტნაკლებად ამ სფეროში ვარ, ბევრი მოვიდა კითხვით, რომ აი რა ხდება. და თუ არის კიდევ აქტიური ეს მიმართულება. ყველაზე მთავარი აქ არის ენგურჰესის რეაბილიტაცია. თავის დროზე 1978 წელს, როდესაც აშენდა, ეს იყო პირველი მსხვილი დიდი ჰესი საბჭოთა კავშირში. და ქართველები ვიყავით ისინი, ვინც ამიტომაც შემთხვევით არ ვამბობ, რომ 100 წლიანი გამოცდილება გვაქვს ჩვენ ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით და საკმაოდ მაღალი რანგის სპეციალისტები ვართ. ამ ჰიდროს ჭრილში გაკეთდა იმ რანგის ჰესი, რომელიც საჩვენებელი იყო. თუმცა ახლა ნამდვილად ვეღარ დავიკვეხნით, ეს იყო 1300 მეგავატის მაგენერირებელი და დღესაც ასეა, ანუ პიკში შეუძლია აგენერიროს 1300 მეგავატი, აქედან პირდაპირ ვთქვათ, რომ
თავის დროზე ზეპირში შეთანხმება არსებობდა, რომ 40%-ს წაიღებდა აფხაზეთის ტერიტორია, ხოლო დანარჩენი 60% დარჩებოდა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. თუმცა ეს მაჩვენებელი ირღვევა, იმიტომ რომ ბიტკოინების საკმაოდ მაღალი გენერაცია არის აფხაზეთში და შესაბამისად 60-40-ზე ნაკლებად არის ხოლმე, ძირითადად არის 50-50-ზე ან ასე შემდეგ. თქვენს კითხვას რომ დაუბრუნდეთ, ამას საკმაოდ სერიოზული თანხა ჭირდება და ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დახმარება. საქართველოს ბიუჯეტი აი ამ პროექტს პირდაპირ ვიტყვი რომ ვერ შეძლებს და ვერ გაწუდება. მაგალითად ახლა ენგურჰესის რეაბილიტაცია განხორციელდა 2 წლის წინ, ახლაც მიმდინარეობს, ოღონ კონკრეტული აი ეს ეგრეთ წოდებული მილების ჩამავალი მილების და რა თქმა უნდა იკეტება 1 მილი მეორეზე გადადის და ასე შემდეგ. დაახლოებით რამდენიმე ათეული მილიონი ევრო ჯდება და ამას აფინანსებს EBRD. ძალიან აქტიურია ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკი, ამიტომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დახმარების გარეშე პირდაპირ რომ გიპასუხოთ ამ კითხვაზე, აქვს თუ არა მომავალი აი ამ რეაბილიტაციას, რომელიც თქვა საბჭოთა პერიოდში იყო აშენებული, პირდაპირ ვიტყვი რომ გაგვიჭირდება ამ ბიუჯეტის პირობებში. ეს უნდა გააკეთოს საერთაშორისო დონორმა. მოდით დაუბრუნდეთ, მე მგონი ბაქოს სამიც, ხო? ერთ-ერთი ყველაზე ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს სამიტი ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა ქვეყანაში და თქვენ თვითონაც ახსენეთ, რომ აი აზერბაიჯანმა რომ მოახერხა და აზერბაიჯანში ჩატარდა ეს სამიტი ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის ზოგადად. რომ ანუ მთელი ეს პოლიტიკური ნებასურვილი და ყურადღება გადატანილი არის ლიდერების სამიტიც ქვია, ხო? ხო, ნუ რო აუხსნა ჩვენს მენელს, ალბათ უმეტესობა მიცის რაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არის კლიმატის ცვლილებებისადმი მიწვდენი სამიტი, რომელიც გაეროს ფარგლებში იმართება ყოველ წელს და აქ არის ეხლა როგორც ვიცი 170 ქვეყნის მაღალი წარმომადგენლობა, აქ არის პრემიერები, პრეზიდენტები, მინისტრები და დელეგაციები და კორპორაციების ხელმძღვანელები და ნუ მოკლედ მთელი სამყაროს და მსოფლიოს ლიდერები იკრიბებიან და მსჯელობენ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შევამციროთ კლიმატის ცვლილებებიდან გამოწვევები ეს კლიმატის ცვლილებებით ზემოქმედება, ხო. და თქვენ ესწრებოდით ამ სამიტს და ძალიან საინტერესოა რა გზავნილები იქნა გაჟღერებული, რას უნდა ველოდოთ პირობითად, რა რისკენ მივდივართ, რა მიზნები არის და ძირითადად ალბათ საინტერესო გლობალურიც მე მგონი და საქართველოს რეგიონალურ ჭრილშიც ძალიან საინტერესო. სოფლიო პრინციპში ცივილური სამყარო უკვე ცირკულარულ ეკონომიკაზე არის გადასული და ჩვენც უნდა გავაკეთოთ ეს იმას ნიშნავს, რომ ნარჩენები, ანუ ეგრეთ წოდებული მოდით მარტივად რომ ავხსნათ ჩვენი მსმენელისთვის ნაგავი აღარ უნდა იყოს ნაგავსაღრელზე, ის უნდა გადამუშავდეს და აუცილებლად მისი გამოყენება უნდა მოხდეს კიდევ უფრო არაერთ გზის და მრავალჯერადაც. ნამდვილად. მე მოხარული ვარ იმით, რომ მაგალითად სხვადასხვა ტიპის უნივერსიტეტები საქართველოში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტები მუშაობენ სწორედაც სტუდენტები ემისიების შემცირებაზე და ძალიან კარგი იქნება. COP29-ის ფარგლებში მთავარი ამოსავალი წერტილი იყო ემისიების შემცირება მაქსიმალურად. ბუნების გაფრთხილება, იმ რესურსების გაფრთხილება, რომელიც მოგვცა ბუნებამ და ბუნებრივია ამისი გადამუშავება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეგრეთ წოდებული ESG ანუ გარემოს დაცვითი და სოციალური საკითხების მართვა გახდა უკვე პრიორიტეტი და აშკარად COP29-ის ფარგლებში არა მხოლოდ თქვენ ახსენეთ, ასე ვთქვათ, სამთავრობო ხელისუფლების წარმომადგენლები მსჯელობენ და პოლიტიკურ დონეზე უკვე სხვადასხვა ტიპის საკანონმდებლო აქტებში თუ დოქტრინებსა თუ შეთანხმებებში შემოაქვთ ეს კომპონენტები, არამედ უკვე ნახეთ ბიზნესებს ეუბნებიან, რომ თქვენც უნდა ჩაერთოთ იმისათვის, რომ ეს მიზანი იყოს მიღწეული. ანუ ცდილობენ ეს COP29 სწორედ ამას ემსახურებოდა. თუ აქამდე თუ მარტო ხელისუფლების წარმომადგენლები მსჯელობდნენ თუ რა გადაწყვეტილებები მივიღოთ და როგორ ვაიძულოთ, ახლა უკვე წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი წამოვიდა, ანუ ქვევიდან ზევით. არა მხოლოდ ზევიდან ქვევით, არამედ ეს ორმხრივი შეთანხმება უნდა იყოს. ამას დაემატა ის, რომ გაეროს აქვს რამდენიმე მიზანი, ბუნებრივია გადამწყვეტი არის ეს ამ მიზნების მიღწევა, მაგრამ გამოჩნდა ახალი
ახალი კომპონენტი, ახალი ნიშნული, რომელსაც ეწოდება, ანუ ინგლისურად არის SBT, ანუ Science Based Target, რაც ნიშნავს მეცნიერებაზე დაფუძნებული მიზანი. ანუ ჩვენ ახლა შეიძლება ითქვას COP29 გითხრა რომ სამკუთხედი შეკარით. სახელმწიფო სექტორი, კერძო სექტორი და მეცნიერები ერთად დასხედით და ეს ამ პრობლემების მოგვარებაზე ერთად იმსჯელეთ. ამიტომ არა მხოლოდ სახელმწიფო განყენებულად, არა მხოლოდ ბიზნესი განყენებულად, არამედ პირველად გაჩნდა მეცნიერების კომპონენტი ასე აქტიურად. რაც მნიშვნელოვანია ბუნებრივად. ნამდვილად ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ტენდენცია არის ეს მთელ სოფლიოში და განსაკუთრებით განვითარებულ ნაწილში ეს არის ევროკავშირი არის, მოდი ვთქვათ, რომ ლიდერი დღეს, რომ იმიტომ რომ ძირითადად განვითარებული ქვეყნების კლუბია და მათ აქვს ეს განზრახვა, რომ მაგალითად 2050-ში უნდა მათი ემისიები უნდა იყოს ნულის ტოლი. ანუ ეს არის რომ გაბრკვევა დაბალანსებული უნდა იყოს ნულა. გარკვეული ქვეყნები ახლო არიან უკვე. ეს ძალიან ისეთი ამბიციური მიზანია, ხო? და ამოცანა და საკმაოდ ისე მიდიან ამისკენ, ნაბიჯ, მაგრამ კარგად მიდიან და სწორება აქვს, სწორედ აი ამ და ცირკულარული ეკონომიკაც აქ იდგავს უბრალოდ აქ ვითარდება ყველაზე სწრაფად, ხო? და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენც ამ მათ აქვთ ძალიან ამბიციური მიზანი თვითონ ევროკავშირის ფარგლებში, მაგრამ ასევე სამეზობლოში, ანუ ეს მათი განვითარებული სამყაროს ეს არის, რა ქვია, ვალდებულება ასევე, რომ განვითარებად ქვეყნებსაც დაეხმარონ ტექნოლოგიები, გადასცენ ფინანსები, ხელმისაწვდომობა გააჩინონ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესებია და ძალიან საინტერესო. ჩვენც უნდა ითქვას, რომ ნარჩენების მმართველობით, რაც ცირკულარული ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია, საკმაოდ წინ გადავდგით ნაბიჯები, მაგრამ კიდევ ველოდებით უფრო მეტის გაკეთებას და ვფიქრობ, რომ ალბათ მომავალ წელს გვექნება კიდე სიახლეები, იმედს ვიტოვებ, რომ ახალი ნაკადები შემოვა იგივე წარმოების გაფართოებული ვალდებულების მიმართულებით. ეხლა ჩვენ იმაზეც ვსაუბრობთ, რომ კი, ნარჩენებს ვაგროვებთ, მაგრამ ეხლა უკვე დადგა დრო, რომ მოდი გადამუშავებაზეც ვიფიქროთ. ხო, სექტორი არის, მაგრამ არის რესურსი დაბალი, იმასთან შედარებით რაც გვაქვს. ნარჩენებთან მიმართებაში, თქვათ, რაც ფასეული ნარჩენია და მეორე ნაწილი რისგანაც ენერგია შეიძლება მივიღოთ და არ არსებობს ნაგავი, არსებობს რესურსი. ანუ ძალიან სწორი შეფასებაა კი. ამოცანა. და ანუ ფინანსირების საკითხს მინდა შევეხო. ძალიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო, როგორც ვიცით, ამ სამიტზე. ანუ ის ფინანსური კონტრიბუცია ამ ქვეყნების, რომელსაც გასცემენ დაბალგანვითარებული ქვეყნებისთვის, რომელთათვისაც უფრო ძიმია იმ შედეგების, ასე ვთქვათ, ის შედეგები, რასაც იწვევს გლობალური დათბობა თუ კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული სხვა შედეგები. აქედან გამომდინარე, ამასთან მე მგონი მთლად ესეთი შეთანხმება ვერ შედგა სრული ერთ აზრზე არ არის ყველა ქვეყანა. მაგ მარტო ევროპაზე არ არის საუბარი, არის დიდ ქვეყნებზე, ჩინეთზე, იაპონიაზე და კიდე ამერიკაზე, რუსეთზე და ასე შემდეგ, რომელთაც უნდა კონდეთ იგივე მზაობა, რაც თქვათ ნორვეგიას, დანიას, ბელგიას. კი. ძალიან კარგი თემაა, იმიტომ რომ ჩვენთანაც ნამდვილად მნიშვნელოვანი არის შევქმნათ კარბონ პლუსების და კარბონ მინუსების ბაზარი. რას ნიშნავს ეს? თქვენ მოგეხსენებათ, რომ ყავს სხვილი კომპანიები, რომლებიც უნებლიეთ თუ ნებსით გინდა თუ არ გინდა, ანაგვიანებენ და სერიოზულ ზიანს აყენებენ თუნდაც ქალაქს და საბოლოო ჯამში და მათ შორის რაიონებსაც საბოლოო ჯამში მათი კარბონ პლუსები და კარბონ მინუსები ნიშნავს იმას, რომ ითვლება რამდენად კარბონ პლუსები აქვს თუ კარბონ მინუსები. ძირითადად მსხვილ კომპანიები გადიან ხოლმე მინუსებში. ანუ ბევრად ანაგვიანებენ გარემოს. ამ დროს ამის პარალელურად მცირე და საშუალო ბიზნესი ნაკლებად ანაგვიანებს და განსაკუთრებით ის ბიზნესები, რომლებიც არიან სოფლებში, რაიონებში და რეგიონებში.
სახელმწიფო შემდეგ უკვე არსებობს ეგეთი აუდიტი, რომელიც აფასებს მერე კომპანია რამდენად კარბონ პლუსით არის თუ კარბონ მინუსით არის წარმოდგენილი. თქვენ ახსენეთ ზუსტად ხო, თქვენ წარმოიდგინეთ ამ კომპანიების ხელმძღვანელების ეგრეთ წოდებული ბონუსი უკვე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს თავისი კომპანია იყოს კარბონ პლუსით წარმოდგენილი. არა, ვინაიდან კარბონ მინუსებში გადიან და ვერ გაექცევიან მსხვილი კომპანიები ამ ყველაფერს, ისინი ვალდებულნი არიან გაყიდონ თავიანთი კარბონ მინუსები და მიყიდონ კარბონ პლუსებისგან წამოიღონ. ანუ მცირე და საშუალო ბიზნესთან მიდიან, რომლებიც არიან სოფლებში, უხდიან გარკვეულ თანხას, ისინი იღებენ მათგან კარბონ პლუსებს, რომელთაც აბალანსებენ კარბონ მინუსებს და ორი მიმართულებით მუშაობენ. ერთის მხრივ არის მცირე და საშუალო ბიზნესის ბუნებრივია ხელშეწყობა და მეორეს მხრივ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ კარბონ მინუსები არ დააგროვონ და მაქსიმალურად შეზღუდონ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რომ გარემოზე არ მოხდეს ბუნებრივია ზეგავლენა. ხო, ჩვენც ანუ უფრო ნათელი რო გავხადოთ, ეს არის გვაქვს გარკვეული კვოტები, ხო? გაფრქვევის და ჩვენ როგორც ქვეყანასაც გვაქვს კვოტა. და ეს გადანაწილებული არის, წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს 100% რაღაცა საერთო ჯამიდან შეიძლება რაღაცა 0.5%, მაგრამ ეს არის 100 და ეს განაწილებულია ყველა იმ საწარმოზე კომპანიაზე, რომელიც გარკვეულ საქმიანობას აწარმოებს და გაფრქვევა აქვს და ამაში უნდა ჩავეტიოთ და თუ ამას ვერ ვიყენებთ პოტენციალს, შეგვიძლია გავყიდოთ სხვა ქვეყნებზეც. ანუ ეს სისტემა ესე მუშაობს რა და ხო, ძალიან საინტერესოა ეს ძალიან მომეწონა, რომ თვითონ შიგნით კომპანიებიც კი ვაჭრობენ ამით, ხო? ძალიან საინტერესოა ეს. კი, ეს არის სიახლე არის, ბოლო წლების სიახლე არის. ჩვენთან პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი დოქტორანტი მუშაობს ერთადერთია, ჩვენ ჯერჯერობით მეცნიერულად გვინდა რომ დავამტკიცოთ, იმიტომ რომ მეთოდოლოგია არ ვიცით, როგორ დავთვალოთ ეს კარბონ პლუსები და მინუსები, ამიტომ უნდა შევიმუშაოთ ეს მეთოდოლოგია და შემდეგ უკვე უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს ბაზარი შევქმნათ. სხვათა შორის უნდა აღვნიშნო ბატონ გიორგი და ქალბატონ ნანა ის, რომ კომპანიების გარკვეული ნაწილი მზად არის ამისთვის. ანუ უკვე ნელ-ნელა იწყებენ თვითონაც ფიქრს იმაზე, რომ როგორ შეგვიძლია ჩვენც ვიყოთ აი ეს ეგრეთ წოდებული მწვანე ესეთი სერტიფიკატის მფლობელი, ანუ მწვანე კომპანია, იმიტომ რომ ეს გარკვეულწილად არის მათთვის კიდევ უფრო მეტი მით უმეტეს წარმოებელია, ხო? და ბიზნეს კავშირები აქვს, თქვათ, ჩვენს ბიზნეს იგივე განვითარებულ ქვეყნებთან, რომელთანაც ვაჭრობს. ბუნებრივია, ეს ის სტანდარტებია, რომელსაც გვერდს ვერ აუვლის შესაბამისად თუ არა და ჩაკეტილია, ხო, ის ბაზარი მისთვის დაკეტილი. ქედან გამომდინარე ეს მოთხოვნები არის ბუნებრივი. ნამდვილად. კი, ძალიან კარგი არის ის, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ცნობადობა გაიზარდა, ცნობიერება ამაღლდა, ანუ კომპანიები ხვდებიან ამის ღირებულებას. მარტო იმიტომ ერთი რომ გარემოს დაცვითი კუთხით რო შევხედოთ, ეს ძალიან საერთო გარემოა და უნდა იყოს ჯანსაღი ჩვენთვის ყველასთვის, ხო? და სოციალური საკითხებიც არის იქ და მაგის გარდა არის ბიზნეს სარგებელი, იმიტომ რომ შენ რო ხარ მწვანე და დღეს ტრენდია ეს, ხო? და დღეს თუ არა ხარ მწვანე და თუ აბინძურებ გარემო, შენთან არ უნდა ურთიერთობა, არც ვაჭრობა უნდა და არც შენი პროდუქტი არავის არ ჭირდება. ამიტომ ეს პირდაპირ კავშირშია და ამას ძალიან კარგად ხვდება ბიზნესი და ადაპტირებას აკეთებს აქეთ და ეს ტენდენცია ძალიან კარგია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ხრივ მაინც უნდა გავაგრძელოთ ჩვენ ძალისხმევა ცნობიერების ამაღლების კუთხით ყველა მიმართულებით და მათ შორის ეს თქვათ იგივე ცირკულარული ეკონომიკის მოდელების დანერგვის მიმართულებითაც და ეს ცოდნა და ტექნოლოგიებიც საჭიროა ამ მიმართულებით. აი განახლებადი ენერგიების ეს მაინტერესებს რომ აი აქ ტექნოლოგიურ ნაწილში როგორ ავართ რა სიახლეები გვაქვს და როგორც ვიცი და როგორც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ეს ტექნოლოგიები უკვე იმდენად მიმზიდველი და მომხიბვლელი არის, რომ აქ ნამდვილად ღირს ინვესტირება დღეს. ძალიან აქტუალური გახდა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია აი ამ განახლებადი ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით. პირდაპირ ვიტყვი, რომ პროგნოზების გაკეთება არის ურთულესი. როგორი იქნება ჰიდროლოგია, როგორი იქნება რადიაცია, როგორი იქნება ქარის, ასე ვთქვათ, სიჩქარე კონკრეტულ შემთხვევაში, ამას ნამდვილად ვერავინ ვერ გათვლის, თუ არა
არა ვთქვათ ხელოვნური ინტელექტის დახმარება. პირველად ხდება ახლა ის, რომ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია განიხილება უკვე სერიოზულად ამ მიმართულებით, იმისათვის რომ პროგნოზები გაკეთდეს. მაგალითად, როდესაც აპროგნოზებენ თუ რამდენი ელექტროენერგიის გენერაცია შესაძლებელია ჰიდროს, მაგალითისთვის მოყავთ ჰიდროს მიმართულებით, თქვენ წარმოიდგინეთ ძირითადად არის ხოლმე 20%-იანი გადახრა, ეს არის ძალიან დიდი მაჩვენებელი. დიდი მაჩვენებელი. ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ინტეგრაციით ეს მაჩვენებელი 5%-მდე მცირდება. ამიტომ ამის არ გამოყენება არ შეიძლება. პრინციპში მაგალითი რომ მოგიყვანოთ გორის ქარის სადგური რაც გვაქვს, ანუ რაც ჩადებული იყო და მოელოდნენ, ბევრად გადააჭარბა. ნამდვილად კი. ეს კარგი მაგალითია, მაგრამ ხო შეიძლება კონდეს საპირისპირო მაგალითი. იცით რა, USAID-მა მათ გადასცა, მეც ვიყავი მონაწილე აი ამ რამდენიმე წლის წინ აი ამ ღონისძიების, როდესაც საპროგნოზო მექანიზმი და პროგრამა გადასცა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე აპროგნოზებს თუ როგორი იქნება ქარისკროლვა და რა რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავება შეიძლება. ამიტომ ამ მიმართულებით ტექნოლოგიების ინტეგრაცია ჩათვალეთ, რომ გადამწყვეტია იმისათვის, რომ ზუსტი პროგნოზების მოხდეს. ბლოკჩეინი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინტეგრაცია ამ ყველაფრის, იმიტომ რომ დიდ ბაზებთან მუშაობ და ბაზების მონაცემთა სიზუსტე კრიტიკული არის უკვე მთელს ამ პროცესში. ეს ძალიან საინტერესო არის, ხო, ეს ხელოვნური ინტელექტის პოზიტიური გამოყენების მაგალითებია და ახლა ძალიან ბევრმა დაიწყო ეს საწარმოო პროცესებშიც კი იყენებენ ძალიან ეფექტურად და ხო, ну, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც ეს ავყვეთ ამ ვთქვათ განვითარების ამ მოდელებს და დავნერგოთ ეს და რა თქმა უნდა და აი განსაკუთრებით ამ ენერგიების მიმართულებით, იმიტომ რომ აქ სკოლების პრობლემაა და სულ არის ეს ზომილება და ვერ დავადგინეთ ზუსტად რა გვაქვს და როგორ გვაქვს და ხო და ძალიან საინტერესოა ეს კი. აი ქალბატონ მაია ბოლო კითხვა. იმიტომ რომ ძალიან დიდი თემაა და დარწმუნებული ვარ რომ თქვენც მზაობა გაქვთ და ჩვენც რომ დაუსრულებლად ვისაუბროთ. თუმცა აი უფრო ვთქვათ პატარა მასშტაბში რომ კითხოთ. მაგალითად აი პატარა საწარმოს ან პატარა ბიზნესს, რომელსაც უნდა რომ თვითონ ასე ვთქვათ თავისი ელექტროენერგია გამოიმუშავს და ამაში ჩადოს რაღაც ინვესტიცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად ასე ვთქვათ ესეთი სასარგებლო ხოდაზოგავს მის ხარჯებს და თან გარემოსაც აბსოლუტურად. აი როგორ უნდა მოიქცეს აი მარტივი გაიდლაინი რომ მივცეთ რამდენად შესაძლებელია ეს. ამ თვალსაზრისით მე მხარს დავუჭერდი, ჩვენ გვაქვს ნეტო აღრიცხვა. ეს ნიშნავს თავის თავში საკუთარი გენერაცია საკუთარი მოხმარებისთვის. ანუ ავტომატურად თუ ვთქვათ ჩვენ დავაყენებთ, ახლა მე პირდაპირ ვიტყვი რომ მიყენია პანელები იმაზე, ეგრეთ წოდებულ ასე ვთქვათ ბალკონს რო უწახით ჩვენ, მაგრამ ასე ვთქვათ პატარა ტერიტორია ვერანდაზე და მცირე საწარმოები ამას ძალიან დიდი წარმატებით იყენებენ რაიონებში, მით უმეტეს რომ ჩვენ გვაქვს უკვე ვირტუალური ნეტო აღრიცხვაც. ანუ დაყენდება ეგრეთ წოდებული რევერსული მრიცხველი, როდესაც ვთქვათ მზე არის ან სინათლეა და ბუნებრივია საკმაოდ ესეთი შესაძლებლობა დიდია, აგენერირებს ელექტროენერგიას და მრიცხველი ამ დროს ერთი მიმართულებით ტრიალებს. მერე როდესაც უკვე მას საჭიროება აქვს რომ გამოიყენოს ეს ელექტროენერგია, უკვე საპირისპირო მიმართულებით მუშაობს. დღეს ამის შესაძლებლობა არის ძალიან კარგი და არაჩვეულებრივი და 1 მაისს ხდება ხოლმე გაქვითვა. ცალსახად შემიძლია გითხრათ რომ ძირითად კომპანიებს იქით აქვთ ხოლმე გადასახდელი თანხა. იმ უბრალო მიზეზის გამო რომ უფრო მეც აგენერირებენ, ვიდრე ვთქვათ მოიხმარენ ხოლმე. რამდენიც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი. ხო, ეს იყო ძალიან კარგი გადაწყვეტილება, როცა ეს გავაკეთეთ ჩვენ, იმიტომ რომ ყურეთ, ხო, Excel-ში არ გენერირებ ენერგიას და არ ჭირდება შენახვა რა, ყველაზე მთავარი ამის ეს. უკანიბრუნებ იმ ენერგიას, როცა გჭირდება რა და. ზუსტად. თუ პლუსში რჩები, აქეთ ფულს გიხდის, მერე ის, ხო? გამანაწილებელი კომპანია. ძალიან მაგარია და ამას უნდა მოყვეს ჩემი აზრით. გარკვეული პროგრამა, მათ შორის სახელმწიფოს ხარდაჭერით, რომ ვინც გააკეთებს ამას, ვთქვათ, ის კერძო სახლი იქნება თუ ვერანდა იქნება თუ ასე შემდეგ. გადასახადების რაღაცა სუბსიდირებული რო იყოს ეს, იმიტომ რომ ეს აპრობირებულია ხა იქ ამერიკაშიც მაგალითად სადაც უმზე არის აი სამხრეთის შტატებში, ხო? აი ყველას უკვე ფაქტიურად აქვს ეს, ხო? იქ სადაც ისრაელში ხო რა დიდი წლების წინ დაიწყო ეს ამბავი და ნუ ყველგან სადაც მზე არის, ამას ახლა ყველა იყენებს. და რატომაც არა ჩვენს უნდა გავაკეთოთ აუცილებლად. აუცილებლად. უღრმესი მადლობა ქალბატონო მაიკო.
ჩვენი სტუმარი იყო გრედას აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი მაია მიქელაძე. ჩვენ საუბრობთ განახლებად ენერგიებზე, გემშვიდობებით მომავალ 4 შაბათამდე რადიო უცნობზე გადაცემით მე და გარემო.